27-დან 31 აგვისტოს ჩათვლით ბათუმში მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი ღამის სერენადები გაიმართება. ფესტივალს ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე ხელმძღვანელებს. ფესტივალი წელს ბათუმელებს განსხვავებულ მრავალფეროვან რეპერტუარს თავაზობს. პროგრამიდან წელს ამოღებული იქნა მუსიკოსების ხუმრობები, პიანისტი ცვლილებას ფესტივალში მონაწილე, ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლის სიმრავლეს, მასში ნიჭიერი ქართველი მოზარდების ჩართვას უკავშირებს. ფესტივალში საყვირის, ვიოლონჩელის, ფლეიტის, ფორტეპიანოს ცნობილი უცხოელი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. 4 დღის განმავლობაში ბათუმის საზაფხულო თეატრში შესრულდება ონეგინის, მოცარტის, ჰაიდნის, ჩაიკოვსკის, ბეთჰოვენის, შუბერტის ნაწარმოებები, მათ შორის რამდენიმე თავად ლიანა ისაკაძის არანჟირებით. ფესტივალზე დაუკრავენ ლიანა ისაკაძე და მის მიერ შექმნილი საერთაშორისო კამერული ორკესტრი ვირტუოზები. ფესტივალი ბათუმის საზაფხულო თეატრში ხვალ 20 საათზე გაიხსნება. სიურპრიზი პირველი ის არის, რომ არავითარი მუსიკოსები ხუმრობენ აღარ იქნება წელს მარტო. ვინაიდან ეხლა უფრო მნიშვნელოვანი რამე ხდება ის, რომ ახალგაზრდა მუსიკოსები ისე წამოვიდნენ წინ ქართველი გაიმარჯვეს მსოფლიოს კონკურსები, როგორც და ამიტომ ჩავთვალე, რომ ეს აუცილებელია, რომ ჩემ ფესტივალზე მათ მიიღონ მონაწილეობა. ბედნიერება ის არის, რომ ყოველი წლის ფესტივალი აბსოლუტურად განსხვავებულია. წელს არის მსოფლიოს 17 ქვეყნიდან სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსები ჩამოსული. თქვენ როგორც იცით, რომ ყოველი დღე პროგრამა არის აბსოლუტურად განსხვავებული. ურთულეს ნაწარმოებებს ასრულებს ქალბატონი ლიანა და ეს არის ბედნიერება და სიხარული, რომ აჭარაში მყოფ ბევრ ტურისტ და აქაურ მოსახლეობას ეძლევა საშუალება, რომ შეხვდნენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ მევიოლინოს ქალბატონ ლიანა ისაკაძეს.